მოგესალმებით მეგობრებო და მოდი ყველანაირი შესავლის გარეშე პირდაპირ გეტყვით თუ რის განხილვას ვაპირებთ დღეს. Jujutsu Kaisen-ში ტოჯი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული და საინტერესო პერსონაჟი. დარწმუნებული ვარ, ყველა მეცით თუ ვინ არის ტოჯი და მინდა რომ დღეს განვიხილო ტოჯის ძალები, რაც შეუძლია მას, როგორ არის ასეთი ძლიერი, რა გამოიარა და ასე შემდეგ. სანამ ვიდეოს დავიწყებთ, ალბათ ყველამ შეამჩნიეთ, რომ გაცილებით უკეთ ისმის ჩემი ხმა და ეს არის ჩვენი პირველი სპონსორების დამსახურება. ესენი არიან სელისი და ძმერუკი, რომელმაც ახალი მიკროფონი გადმოცეს არხს, აჩუქეს, დიდ მადლობას ვუხდი მათ და ამერიდან უკეთესი ხმა გვექნება, უკეთესი ხარისხი იქნება და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მათ და მოდი ახლა ბევრი რორი ვილაპარაკო, პირდაპირ დავიწყოთ ვიდეო. მოდი დავიწყოთ ყველაზე basic ინფორმაციით, რა თქმა უნდა, თავიდან ტოჯი იყო ზენინის კლანის ერთ-ერთი წარმომადგენელი და მის სახელი არის ტოჯი ზენინი, მაგრამ შემდეგ, როდესაც ის თავის კლანს გამოიყო, სახელი გადაიკეთა ტოჯი ფუშიგუროთ. ხოლო რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ მეგუმი ფუშიგურო მაგის შვილი არის. ეს კაცი პოტენციალი რა. და უკეთესად რომ გავიგოთ სადგას ტოჯი ფუშიგურო, ამისათვის მოდი პირველ რიგში განვიხილოთ მთლიანი ზენინების კლანი. პირველ რიგში ვიწყებთ კლანის ლიდერიდან, რომლის სურათიც კი არა გვაქვს, წარმოდგენა არა გვაქვს ვინ არის, მაგრამ ვიცით რომ ყავდა სამი შვილი. ერთი იყო ოგი ზენინი, მეორე იყო ნაობიტო ზენინი და მესამე სახელიც ასევე არ ვიცით. ასევე ვიცით რომ ოგის ყავდა მეი და მაკი, ტყუპები, ხოლო ნაობიტოს ყავდა რომელიც ჩვენ ვიცით არის ნაოია და კიდევ რამოდენიმე შვილი ყავდა, რომელზეც საუბარი აზოს არ ყოფილა, ფოტოები არ აქვს, არ ვიცით ვინ არის. ხოლო მესამე, რომელიც უცხო არის ჩვენთვის, ანუ ამ სამი შვილიდან, რომელიც კლანის ლიდერს ყავდა, მესამე შვილი არ ვიცით ვინ არის, მაგრამ ვიცით რომ მისი შვილები, ამ უცნობი მესამე ბავშვის შვილები არიან ტოჯი ფუშიგურო და ჯინჩი ზენინი. ეს არის ყველაზე basic სტრუქტურა და ზოროც ამ კლანში არის მგონი. თუ ზუსტად მახსოვს, კაი ხუმრობ ვიცი რომ ზორო არ არის, მაგრამ ზორო ყველგანაა. და ტოჯის ძალები ის არის, რომ მას საერთოდ არ აქვს დაწყეული ენერგია, მაგრამ სანაცვლოდ აქვს უაზროდ დიდი ძალა. ამას ქვია heavenly restriction-ი, ანუ რაღაცის სანაცვლოდ. მან მთლიანი თავისი დაწყეული ენერგია გადაცვალა ფიზიკურ ძალაში. ამიტომ ახლა ძალიან ჩქარი არის, ძალიან სწრაფი არის, პრაქტიკულად უხილავი არის, იმიტომ რომ ყველა ადამიანი, ვინც დაწყებული ენერგიას იყენებს, სხვის დაწყებული ენერგიასაც ხედავს, მაგრამ შენ თუ ის საერთოდ არ აქვს, ჩათვალე პრაქტიკულად უჩინარი ხარ. ამიტომ ტოჯი რაღაც მხრივ ძალიან ძლიერიც არის, მაგრამ რაღაც მხრივ ძალიან სუსტიც. და როგორც ვიცით, ზენინის კლანში ყველაზე ძლიერი ტექნიკა არის 10 ჩრდილის ტექნიკა და ძალიან ცდილობენ, რომ ეს თაობებში შეინარჩუნონ და ყოველთვის ის არის, რომ აი თუ ვიღაცის შვილს ექნება 10 ჩრდილის დაწყებული ტექნიკა, ჩათვალეთ ის უეჭველი ლიდერი გახდება ზენინების კლანის. მაგრამ იმის გამო, რომ ტოჯის საერთოდ არ გააჩნდა დაწყებული ენერგია და ვერც ექნებოდა 10 ჩრდილის ტექნიკა, მამამისი გაგიჟდა, რომ შენ გამო რაღაცაო, მე რა უნდა დამამართოს, რომ წარმოდგენა არ აგაქო რა, ძალიან აიჭრა და აგიხსნით ახლა რატო აიჭრა. ზენინის კლანის მთავარი ლიდერი უნდა გარდაცვლილიყო მალე და ამ ლიდერს ყავდა სამი შვილი. სამი შვილიდან ერთ-ერთი უნდა დარჩენილიყო შემდეგ ლიდერად. ამიტომ, წავიდა შეფასებები. პირველი, მაგალითად, თუ ოგის ჰქონდა რაღაც ცეცხლის დაწყებული ტექნიკა, ოკეი, კარგი, არა უშავს. მოდი შევხედოთ შვილებს. შვილებში ტყუპები ყავს, ერთს დაწყებული ტექნიკა არ აქვს, მაკის, ხოლო მეის სხვა დაწყებული ტექნიკა აქვს, ანუ ნივთების შექმნის ტექნიკა აქვს, 10 ჩრდილის მაგალითად. ოკეი, კაი, ეს ვთქვათ გაიმაზა. შემდეგ არის უკვე ტოჯის მამა. ტოჯის მამის სიტუაციაშიც წარმოდგენა არ აქვს, რა დაწყებული ტექნიკა ჰქონდა, მაგრამ მისი შვილიც ერთი არის დაწყებული ენერგიის გარეშე, ხოლო მეორეს აქვს დიდი მუჭის ტექნიკა. ამას შემდეგ ვიდეოში ავხსნი. დარჩა ნაობიტო ზენინი, რომელსაც აქვს ძალიან კარგი დაწყებული ტექნიკა, ასევე ნაოიასაც იგივე ტექნიკა აქვს და კიდევ ბევრი შვილი ყავს, რომელსაც სხვადასხვა დაწყებული ტექნიკები აქვს. ამიტომ ამ სამი ვარიანტიდან ყველაზე კარგი საბოლოოდ გამოვიდა ნაობიტო ზენინი და ნაობიტო ზენინი იყო ლიდერი სანამ მოკვდებოდა. არ გასპოილერებთ, იმიტომ რომ ეს უკვე ანიმეში ნაჩვენები არის. რის შედეგადაც, რა თქმა უნდა, ტოჯის ასე რომ თქვა ძალიან ეჩხუბეს, ასე როგორც მაკის ეჩხუბებოდნენ, რომ შენ გამო ლიდერი ვერ გავხდიო, შენს გამო ვერაფერს ვერ მივაღწიეთო და იმის მაგივრად, რომ როგორც მაკი ამ კლანში დარჩა, ფუშიგურო ტოჯი უბრალოდ ამ კლანიდან წავიდა. ანუ ჩაშორდა მათ, გვარი შეიცვალა და ცალკე ცხოვრობდა. მაგრამ სხვანაირად წავიდა ცოტა მაგათი ამბავი და მის შვილს ფუშიგურო მეგუმის აღმოუჩნდა 10 ჩრდილის ტექნიკა, ხოლო მაკიმ იმის მაგივრად წასულიყო მთლიანი კლანი გაუშვა პირიქით.
მაგასაც შემდეგში განვიხილავთ. ძალიან საინტერესო არის ეს ზენინების კლანი, თუ უფრო დაგაინტერესებთ, კიდევ უფრო ჩავეძიები. უბრალოდ მინდოდა რომ გცოდნოდათ ფუშიგურო ტოჯი საიდან მოდის და რატომ არის ასეთი ვთქვათ, მისტიური, ძლიერი, ასე შემდეგ. და რაღაც მომენტში ვახსენე ზორო და შეეცადეთ იპოვოთ რომელ წუთს ვთქვი და დაწერეთ კომენტარებში, აბა რომელ წუთს ვთქვი ზორო, თუ ყურადღებით უსმენთ. ხოლო ასევე არ დაგავიწყეთ ვიდეოს დალაიქება, არხის გამოწერა, ასევე დააკომენტარეთ კიდევ რომელი პერსონაჟის განხილვა გსურთ ასე დეტალურად და ნებისმიერ მათგანს განვიხილავ. უბრალოდ ახლა ტოჯის განხილვა მინდა, იმიტომ რომ ერთ-ერთი ძალიან მაგარი პერსონაჟია და არ შეიძლებოდა რომ გამომეტოვებინა. ეხლა კიდე გავაგზავნოთ ვიდეო. ზოგადად ტოჯი იმდენად ძლიერი პერსონაჟი არის, რომ მაკიც კი ცდილობდა, რომ ტოჯის ლეველზე ასულიყო და რას ნიშნავს ტოჯის ლეველზე ასვლა. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ტოჯის fan animation-ი არსებობს ასეთი, სადაც არის ტოჯის წარსული ახსნილი, მართალია ეს კენონი არ არის, ანუ მართლა ასე ზუსტად არ მომხდარა, მაგრამ ძალიან კარგი, ასე რომ ვთქვათ, fan animation-ი არის. იდეაში ეს ყველაფერი იწყება იმით, რომ ტოჯი დაიბადა, ჯერ ბავშვი არის და თავისი პატარა იარა რომ აქვს ტუჩზე. ეგი არა აქვს. და როგორც ვიცით, ზენინის კლანს ყავს პატარა ნინძების კლანი, სადაც არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც თავისი დაწყებული ენერგია არ გამოუმჟღავნებიათ, ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაგრამ ზენინის კლანს ჩრდილიდან იცავენ. აქ მოხდა ტოჯი, რადგან მას დაწყებული ენერგია არ აქვს, ჩვეულებრივად ვარჯიშობდა, ჩვეულებრივად ამ ნინძების კლანის წარმომადგენელი იყო, წევრი იყო. უბრალოდ სხვებზე გაცილებით ძლიერი იყო იმის გამო, რომ თავისი heavenly restriction-ის გამო კი მართალია დაწყებული ენერგია საერთოდ არ ჰქონდა, მაგრამ იყო ორჯერ და სამჯერ უფრო ძლიერი. რის შედეგადაც საკმაოდ კარგად ართმევდა აქ ყველაფერს თავს, ძალიან კარგად მიდიოდა ყველაფერი, მაგრამ იმის გამო რომ მამამისმა გაჭედა რომ შენ გამო მე კლანის ლიდერი ვერ გავხდიო, ძალიან იმედი ჰქონდა აცრუებული. რა თქმა უნდა, ნინძის კლანის წევრებიც მასზე, ასე რომ ვთქვათ, ზემოდან უყურებდნენ, ისეთი ტიპი იყო, რომელსაც არავინ პატივს არ სცემდა და ერთ მშვენიერ დღეს მამამისმა გადაწყვიტა რომ ტოჯი ჩაეთრია გამოქვაბულში, სადაც დაწყებული სულები არიან მონსტრები და იმის გამო რომ heavenly restriction-ი აქვს ტოჯის, ის ვერ ხედავდა ამ დაწყებულ სულებს და იყო ბნელ გამოქვაბულში, საიდანაც პრაქტიკულად მას არაფერი ურტყამდა, ასე რომ ვთქვათ რა, მაგრამ გადარჩა. მერე კიდე ჩაათრია, შემდეგ კიდე ჩაათრია და ბოლოს იმდენი ხანი იყო ამ გამოქვაბულში ტოჯი, რომ მიეჩვია, ისწავლა რომ გრძნობებით შეეძლო მონსტრების დანახვა რა და სწორედ ამას ცდილობს მაკი და სწორედ ამაში იგულისხმება, რომ მაკი ცდილობს რომ დაემსგავსოს ტოჯის მაქსიმალურად. და სწორედ აი ამ გამოქვაბულში გაუჩნდა მას ეს პატარა იარა ტუჩზე. კი მართალია ეს fan animation-ი არის და ვიღაცა ფანმა მოიფიქრა ეს ისტორია, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან აცილებული არ არის რა რეალობას რა. ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ რომ ეს ყველაფერი მეთქვა. და თუ ვერ ხვდებით რა იგულისხმება მონსტრების გრძნობებით დანახვით, როგორც ისეთ მაკის უკეთია სპეციალური სათვალე, რომელშიც არის ცოტა დაწყებული ენერგია. და ამ სათვალეს რო იკეთებს, ყველაფერს ხედავს, ყველა მონსტრს ხედავს. მაგრამ ტოჯის გაუჩნდა მეხუთე გრძნობა და ამ მეხუთე გრძნობით ის ხედავდა ამ მონსტრებს, ასე რომ ვთქვათ რა, როგორც ტოფი ავატარიდან ფეხს რომ დაარტყამს და სეისმურ აქტივობებს რო უშვებს, რომ დაინახოს რაღაცები, დაახლოებით აი ეგეთ რაღაც მოიგონა ტოჯიმ რო ეს მონსტრები დაენახა. და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო შეკითხვა არის, რომ პატარა ჭიაყელა რომ ყავს ტოჯის შემოხვეული, ეს ხელს უშლის თუ არა იმაში, რომ უჩინარი იყოს. და ამის პასუხიც, ასე თუ ისე ძალიან მარტივია. როდესაც ტოჯის ეს ჭიაყელა შემოხვეული ყავს, ამ ჭიაყელას აქვს უსასრულო მუცელი, ანუ მაშინ შეიძლება ჩაალოგო უამრავი სახის იარაღები. მაგრამ ამ ჭიაყელის დაწყებული ენერგია იმდენად პატარა არის, რომ პრაქტიკულად შეუმჩნეველი არის, იმიტომ რომ დაწყებული ენერგია აქვს ყველაფერს ირგვლივ და იმდენად მწირი არის ამ ჭიაყელის ენერგია, რომ ჩათვალეთ უბრალოდ ბუნებაში ძალიან მარტივად ერევა. მაგრამ იმის და მიუხედავად, რომ ესე მარტივად ერევა ბუნებაში, თუ ტოჯის სადმე შეუმჩნევლად შესვლა უნდა, ეს ჭიაყელა ხელს მაინც შეუშლის, იმიტომ რომ თუ რაღაც დაწესებულება არის, სადაც თქვათ დაწყებული ბარიერები არსებობს და ამ ბარიერებს უმცირესი დაწყებული ენერგიითაც ვერ გაცდები, ხო, მაშინ ეს ჭიაყელა მას ხელს ძალიან შეუშლის. მაგრამ როგორ იპოვა ამ პრობლემის მოგვარების გზა ტოჯიმ? როდესაც ის ამ ჭიაყელას გადაყლაპავს და თავის მუცელში ჩააგდებს, ასე რომ ვთქვათ, ტოჯის მუცელი ხო უხილავია, ხო დაწყებული ენერგია არ აქვს და მუცლის შიგნით რომ არის, ეს დაწყებული სულიც ხდება უჩინარი. რის შედეგადაც მას შეუძლია რომ ისეთ ბარიერებში შევიდეს, ანუ დომეინშიც რომ შევიდეს შეუძლია და ვერ იქნება. ანუ ვერავინ ვერ დაინახავს მას მაინც. მაგრამ როდესაც კუჭიდან უკვე ამოიღებს ამ ჭიაყელას, მერე უკვე დაინახავენ, დაწყებული ენერგია გამოჩნდება, მაგრამ მაინც ძალიან მწირი აქვს. და ჩემი აზრით ეს საინტერესო ინფორმაციაა. და ჩემი აზრით ტოჯის იარაღებიც რო განვიხილოთ, ძალიან საინტერესო იქნება. პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი რაც აქვს, ეს არის სულის გამხლეჩი ხმალი, რომელიც არა ფიზიკურ სხეულს, არამედ სულს ხელიჩავს. აი მაგალითად, როდესაც ბრძოლობდა დრაკონს რომ ებრძოლებოდა, ამ დრაკონს ჰქონდა აი ყველაზე მაგარი კანი, ანუ
ტყუია გაუმტარიკანი, ვერაფერი ვერ ჭრის ამ კანს, მაგრამ ამ ხმალმა გაჭრა ამ დრაკონის სული და მაგის მეშვეობით მოახერხა ტოჯიმ ამ დრაკონის დამარცხება. კიდევ მას აქვს ერთი პატარა დანა და ამ დანას შეუძლია ნებისმიერი სახის ტექნიკის გაუქმება. სწორედ ასე მოახერხა მან გოჯოს ტექნიკის გაუქმება ამ დანით და მაგიტომ მოუგო ბრძოლა მას. ასევე მას აქვს ძალიან დიდი ჯაჭვი თავის პატარა ჭიაყელაში და ასეთი წესი აქვს ამ ჯაჭვს. თუ ჯაჭვის ერთი ბოლო არ ჩანს, ეს ჯაჭვი შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ. ანუ თუ ამ ჭიაყელის პირში არის ჯაჭვის ერთი ნაწილი, ტოჯიმ რო გამოიღოს ეს ჯაჭვი, არასდროს არ დამთავრდება, ანუ უსასრულოდ გაგრძელდება. თავარია ამ ჯაჭვის ბოლოს ვერ ხედავდეთ. და ბოლო იარაღი, რაც ჩემი აზრით ყველაზე მაგარია და ჩემი აზრით ამ იარაღს ვერაფერი ვერ მოუგებს, ეს არის თოფი. გლოკი აქ ტიპს. ანუ გლოკი აქ. გლოკი რატო აქ? არა ხო ეგ არის რა. საინტერესო მიდგომა. და ასე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯიმბროებისთვის იდეალური ფიზიკა აქვს ამ ადამიანს, ძალიან მაგრად აცვია და თუ ჯიმში სიარულს დაიწყებ, მე მგონი კარგი მისაბაძი პიროვნება იქნება ტოჯი და სხვა ჩაცმულობითაც, ფიზიკურადაც კაია, სულ გავჩერდით. მოკლედ მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ ვიდეო. მეცადე რომ რაც შეიძლება საინტერესო ყოფილიყო და თუ ასეთი ტიპაჟის ვიდეოები მოგწონთ, სხვა პერსონაჟებზეც გავაკეთებ მსგავსად, არ დაგავიწყდეთ დალაიქება, არხის გამოწერა და კომენტარება, სოროსავთ თქვი უჭველი უნდა იპოვოთ და დაკომენტაროთ. და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენ სპონსორებს, მე უგუნესი მადლობა ბიჭებო, გაიხარეთ და მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო და აპა მომავალ შეხვედრამდე.